კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. თეორემას მეორე ნაწილში შევეცდებით გავაანალიზოთ საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობის მნიშვნელობა. თეორემას მეორე ნაწილის სტუმრებს წარმოგიდგენთ. ბატონი ნიკა გვარამია, რუსთავერის გენერალური დირექტორი, ბატონი ხატია დეკანოიძე, პოლიტიკის ანალიზის ცენტრის დირექტორი, ბატონი თემურ პაპასკირი, პროფესორი და ბატონი ნუგზარ რუხაძე, ჟურნალისტი. დიდი მადლობა თეორემაში სტუმრობისთვის. ბატონ ნუგზარ, თქვენგან დავიწყებ. ესეთი გავრცელებული მოსაზრება არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რომ რა მნიშვნელობა აქვს ვისი მონა ან ვასალი იქნები რუსეთის თუ ამერიკის, რუსეთი ერთმორწმუნე მაინც არის. ეს ალბათ თქვენც მოგისმენიათ, ხო? რასაც ყვედით ამ ხალხს? ანბანია ისტორიის და პოლიტიკის, რომ ამაზე კამათი საუკუნეობით იყო, არის და იქნება მომავალში. მაგრამ რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამ ენაზე, რა საჭიროა რომ ვილაპარაკოთ ვასალობაზე, მონობა, რატო დავიძაბოთ ასე და რატო დავიძაბოთ სიტუაცია. აღარ შეუძლია ადამიანს მარტო არ შეუძლია ცხოვრება და ქვეყანას რატომ უნდა შეეძლოს მარტო ცხოვრება. საქართველოს არ იქნება იზოლირებული, ისე როგორც არც ერთი ქვეყანა თუ ის თავის თავს არ მოაქცევს იზოლაციაში, მაგალითად როგორც ალბანეთმა გააკეთა ეს თავის დროზე. ხო, თავის დროზე. ამიტომ საქართველოს პარტნიორობა სხვა ქვეყნებთან არის აბსოლუტურად ბუნებრივი. არჩევანის შეჩერება ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ანუ დასავლეთის ლიდერზე და ჰეგემონზე, მოიტანა დრომ და ვითარებამ. და ის სიმართლე გითხრა, იცი, ადამიანებს, ქვეყნებს უფრო მეტად აინტერესებთ ისეთ პარტნიორებთან ურთიერთობა და მათთან მდგრად ურთიერთობაში ყოფნა, ვისაც უფრო მეტად შეუძლია მათი დაცვა, დახმარება, დარიგება, ვთქვათ, რაღაც ჭკვიანურის გაგება და საერთოდ თუ კი შეიძლება ამ პარტნიორობის შედეგად თავის წარმოჩენა უფრო მეტად ვიდრე სხვასთან, რატომაც არა. და საერთოდ ცუდია რომ იცი არსებობს ხელისშემცვლელი ძალები, რომელიც ჩვენ გეღობებიან იმეგობრო იმას და ვისთანაც ჩვენ გინდა. მაგრამ სამწუხაროდ წინააღმდეგობრივია ჯერ კიდევ სამყარო. არ არის სამართლიანად არაფერი განაწილებული, მათ შორის არც მეგობრობა და არც ურთიერთობა. და ამიტომ როგორც ჩანს, ამაში ყოველთვის გვექნება რაღაც წინააღმდეგობა. რატომ? თავად სამყაროში ასეთი წინააღმდეგობა. ანუ სამყარო ვერ გაუმკლავდა ჯერჯერობით იმას, რომ ადამიანები, ქვეყნები ერთმანეთთან უნდა იყვნენ, თუ არა პირდაპირ გადატანითი მნიშვნელობით, მაინც საომარ მდგომარეობაში. მაგალითად, მოგესალმებათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიყავით, ასე ვთქვათ, დავარქოთ მაშინ სახელი სატელიტი, ასე ვთქვათ, რუსეთის და მე მოვინდომეთ, ასე ვთქვათ, სატელიტი ალბათ ყველაზე რბილი. გამოცვა მოვინდომეთ, ასე ვთქვათ, მეგობრის. მე არ მინდა ეს სიტყვა პატრონი და ეს ვასალი და ეს ვიხმარო, იცი, ეს ამზაფრებს რაღაცას. ცხადია, რომ ის რომ ქვეყნები არიან ძალიან ძირ წინააღმდეგობაში ერთმანეთთან, ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზი აქვს. მაგალითად, ალბათ რუსეთს აქვს ისეთი ინტერესები, რომელშიც დღეს საქართველოს ვეღარ ჯდება ისე კომფორტულად, როგორც წინა დაუშვათ. თუმცა წინათ ეს იძულებითი იყო ეს თანამშრომლობა და ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა. ამ ინტერესების დასაცავად ცხადია ისეთი ქვეყანა, როგორც არის რუსეთი, ჯერ კიდევ იმპერიალისტური სულის, ხმამაღლა არის ნათქვამი, მაგრამ მაინც ვიტყვი, მაინც მიმტაცებლური და მაინც მომხოჭელი სულის ქვეყანა, ცხადია ასე მარტივად არაფერს არ დათმობს. თუ კი რუსეთი ხედავს საქართველოსთან მეზობლობაში და მასთან მეგობრობაში და მასთან ურთიერთობაში თავისთვის რაღაც სასარგებლოს, ცხადია ეს ამას ხელს არასოდეს არ გაუშვებს. მაგრამ მაშინ როდესაც აი ამ გაერთიანებულ, ასე ვთქვათ, დაპატარებულ სამყაროში, გლობალიზებულ სამყაროში, როდესაც ასე ვთქვათ, ინტერესების შეჭრა-შემოჭრა ხდება ძალიან მძაფრი და აბსოლუტურად გარდაუვალი, მაშინ იცი რუსეთს მოუხდება რაღაცების მოთმენა, რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც სარბიელზე ჩვენთან სამეგობროდ გამოჩნდა დასავლეთის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატები და მის გვერდით გახმაურებული ევროკავშირი, რომელიც ასე ვთქვათ, გვთავაზობს უკეთეს ცხოვრების შანსებს. ამიტომ ჩვენ
ვერ ვიტყვით, იცით, ამაზე ვერაფერზე ვარ. ოღონდ კარგი იქნებოდა რომ შეიძლებადეს ოპტიმალურის მიღწევა. რა არის ოპტიმალურის მიღწევა? რომ შეგვეძლოს იცი ისე ცხოვრება, რომ სხვასაც ვასარგებლოთ და ჩვენც ვისარგებლოთ და არ იყოს ხელისშემშლელი არაფერი იმისა, რომ ვიყოთ იმ ურთიერთობაში ყველასთან, ვინც ჩვენ როგორც სახელმწიფოს მიგვაჩნია და როგორც ერს. გამომდინარე ჩვენი წარსულიდან, აწყოდან და მომავლისაგან. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის როგორც ჩანს. კი ბატონო, სამწუხაროა ეს ნამდვილად. ბატონ თემურ, შემდეგი კითხვა თქვენთან მექნება. ჩვენ გვახსოვს რომ იგივე იმ დროს, როდესაც საქართველოს ეს სამწლიანი დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდში საქართველოს არ უღიარებია ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს მაშინ შეგვიძლია დავაბრალოთ ამერიკის იზოლაციონისტურ პოლიტიკასაც, პრინციპში ჯორჯ ვაშინგტონს, ამერიკის პრეზიდენტს პირდაპირ დაბარებული ჰქონდა, რომ თქვათ ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ემხრობოდა, მაგრამ მათთან ალიანსებს არა, ჩვენ მათთან არაფერი გვაქვს საერთო. წერილობით ჰქონდა დაბარებული. კი, სხვა ილია ჭავჭავაძეც იზიარებდა ამას. ილია ჭავჭავაძის ცნობილი წერილი არის ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი, სადაც ამბობს, რომ ევროპა, რომელიც შეერაღებაზე ხარჯავს ამდენ ფულს, მას წინ ვთქვათ, ამერიკა ბევრად უფრო ჩქარა განვითარდება ვიდრე ევროპა, იმიტომ რომ ევროპა ბევრ ფულს ხარჯავს შეერაღებაზე. 90-იან წლებში საკმაოდ ეგზოტიკურად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ეს პლაკატები ქუჩაში, ვთქვათ, იგივე აი გამსახურდიას მომხრეებში, მაშინ საქართველოში, ვთქვათ, დაძაბული შიდა პოლიტიკური ფონი იყო, როგორც პრინციპში ყოველთვის. და ძირს ბუში. ეს მამა ბუშს ეხებოდა მაშინ ეს ყველაფერი. ხომ არ შეგიძლიათ რომ მიმოიხილოთ რა მოხდა მაშინ, რატომ გამღიზიანდნენ პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები? პირველ რიგში მევესალმებ ტელემოყურებლებს. მაშინ ასე 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო ცოტა განსხვავებული, ვიდრე ვთქვათ იგივე სომხეთის მიმართ. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. პირველ რიგში საქართველოს პირველ მსოფლიო ომში იყო გერმანიის მოკავშირე სახელმწიფო და გერმანიის მარცხის შემდეგ რასაკვირველია მისდამი ნდობის ფაქტორი sakmaud მცირე იყო ანტანტის ქვეყნებში. ამერიკის შეერთებული შტატები კი ამ მომენტისთვის სწორედ ძალიან მცირე ხნით, მაგრამ გამოსულია იზოლაციონიზმიდან, ეს ვილსონის პერიოდია და რეალურად იზოლაციონიზმიდან ამერიკის შეერთებული შტატები გამოვიდა 1917 წელს, როდესაც ჩაება ომში და დაუბრუნდა იზოლაციონიზმს 1920 წლისთვის. და აქ უნდა ითქვას, რომ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატები ხედავდა პირველ რიგში სომხეთს. და საქართველოს ასე ვთქვათ დამოუკიდებლობაზე მაშინ ძალიან ისეთი პესიმისტური შეხედულებები იყვნენ და უკეთეს შემთხვევაში მანდატის მონიჭებაზე მიდიოდა საუბარი. სხვა შორის საქართველოს ხელისუფლებას თანახმა იყო ამ მანდატზე, ჯერ იტალიის მანდატი უნდა ყოფილიყო, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ საბოლოო ჯამში მაინც ჩაიშალა იმის გამო რომ ინტერესი კავკასიისადმი განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ბაქო აიღეს საბჭოთა ჯარებმა 1920 წლის გაზაფხულზე, ამის შემდეგ ინტერესი კავკასიისადმი როგორც ინგლისელებს, ისე ამერიკელებს გაუქმდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოშიც, ვთქვათ, იგივე მე მახსოვს, რომ ამერიკის კონსულის წერილები მაქვს აკითხული მაშინ ის თუ არ ვწდები ბათუმში იყო, იწერებოდა, რომ ვთქვათ, იგივე მენშევიკურ მთავრობაში, სოციალ-დემოკრატიულ მთავრობაში არიან ადამიანები, განსაკუთრებით შრომის მინისტრს ასახელებდა, რომელიც აი ძალიან ანტიამერიკულად არის განწყობილი იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვთქვათ, იყო ჩვენი ლობისტებიც იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ პერიოდში, იყვნენ ჩვენს წინააღმდეგ მომუშავეებიც, მაგრამ მთავარი ფაქტორი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ კავკასიისადმი ინტერესი რეალურად 1920 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მთავარი ფაქტორი მაინც ყველა შემთხვევაში იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკა და არა ის ამერიკის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებში უმთავრესი როლი კავკასიაში ეკავა სომხეთს, რომელიც იყო გენოციდის მსხვერპლი, როგორც უკვე მაშინ ასე ვთქვათ აქტიურად საუბრობდნენ ამ თემაზე ამერიკელი სენატორები და შესაბამისად სომხეთის სახელმწიფო მოიაზრებოდა რეალურად კავკასიაში ერთადერთ დამოკიდებას. ძირს ბუშის თემას რო დავახერხოთ. რა შეიძლება ძირს ბუშის თემას ახლა? ნუ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სრულად ალბათ დოკუმენტები გამოქვეყნდება დაახლოებით 6-7 წლის შემდეგ, როდესაც გავა 30 წელი და მაშინ ჩვენ აღმოვაჩენთ თუ რამდენად დაგვაზარალა ამ ძირს ბუშის ყვირილმა და ძირს ბუშის საუბრებმა.
პირველ რიგში შევახსენებ, ასე ვთქვათ, მსმენელსაც და ყველას, რომ საბჭოთა კავშირი როდესაც ოფიციალურად წყვეტს არსებობას 1991 წლის დეკემბერში, მაშინ 15 რესპუბლიკა არ შედიოდა, მაშინ შედიოდა 12 რესპუბლიკა. სექტემბერში 1991 წლის სექტემბერში ლიტვა, ლატვია და ესტონეთი საბჭოთა კავშირმავე ცნოდა მოუგდებელ სახელმწიფოებად და ცნო მთელმა დასავლეთ ევროპა. უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში ზუსტად აგვისტოს პუტჩის შემდგომი 2-3 კვირის განმავლობაში მიდიოდა ინტენსიური საუბრები ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დივნის თანაშემწეებსა და მოადგილეებს და განხილვა მიმდინარეობდა, რომელშიც ჩაბმული იყო ყველა პირი, დაწყებული პრეზიდენტ ბუშიდან, დამთავრებული, ასე ვთქვათ, სახელმწიფო დივნის აპარატის თანამშრომლებით, ვისაც ეს ეხებოდა, თუ როგორ მომხდარ იყო, ასე ვთქვათ, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ცნობა და მომხდარ იყო თუ არა მათთან ერთად საქართველოს ცნობა. მაშინ გაიმარჯვა შემდგომმა პოზიციამ, რომ თუ ჩვენ გავუშვებთ ახლა, თუ ჩვენ ვაღიარებთ ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს და საქართველოს ერთად, მაშინ ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლას, ასე ვთქვათ, ბოლომდე ვერ შევძლებთ. ამიტომ საჭიროა ახლა გავუშვათ სექტემბერში ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ერთი თვის თავზე ვაღიაროთ საქართველო და უკრაინა. და ეს დაშლის საბჭოთა კავშირს. კი, თუმცა იგივე ვთქვათ, ცნობილი გამოსვლა რომ ავიღოთ, რომელიც შემდგომ ბუშის, რომელიც კიევში ჩავიდა, კიევი ხაც აქტუალურია, ეს კი, მანამდე იყო და ამას არ მოყვა სწორედ გამსახურდიას გაღიზიანება, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს, ვთქვათ, როდესაც კიევში სიტყვით გამოვიდა, ეს შეფასდა როგორც კიევური დედლის chicken Kiev ესა ეს იყო სერიოზული შეცდომა ბუშის. როდესაც მან თქვა, რომ გარდაქმნილი საბჭოთა კავშირის ხილვა უნდოდა და სულ არ ქონდა, მე მგონი ამერიკას მაშინ თავი აქ ბევრი პატარ-პატარა ქვეყნების ბუშისთან ასე ვთქვათ, რამდენიმე დღეში როდესაც ხელმოწერა ხდებოდა ხელახალი ასე ვთქვათ, საკავშირო იმის ხელშეკრულების ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ ეს პოზიცია ასე ვთქვათ, კაფეოდ ჩამოყალიბებული არ ქონდა. ამაზე დავა გაგრძელდა რამდენიმე ხნის განმავლობაში და შემდგომ უკვე ეს იმ პერიოდში მქონდა საუბარი იმ პერიოდში სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ბალტიის ქვეყნების ბიუროს ხელმძღვანელთან პოლ გოუბთან, რომელმაც ასე ვთქვათ, დეტალურად მომიღვა იმ პერიოდში მიმდინარე პერიპეტიები და მან აღნიშნა, რომ ესე იგი დღითი დღე იცვლებოდა, ასე ვთქვათ, მიდგომა ამ საკითხისადმი და ყოველდღიურად ახალ-ახალი, ასე ვთქვათ, მიდგომები ჩნდებოდა სექტემბრის დასაწყისში, უკვე პირველი დეკადის ბოლოსთვის უკვე გადაწყდა საბოლოოდ, რომ ჩამოყალიბდა ასე, რომ ჯერ ვუშვებთ ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს, ერთი თვის თავზე ვაღიარებთ საქართველოს და უკრაინას. კი, თუმცა ყოფილი და აი ამ ძირს ბუშის პოლიტიკამ, რომელიც არ იყო შორსშეტელური და არ იყო სწორი, რეალურად როდესაც ებრძვი რუსეთს, არ შეიძლება აგინო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, ორივეს ერთად. ამან ჩვენ შეგვიშალა ძალიან თუმცა განაცხენების მიზეზი პრინციპში გასაგები იყო. ზუსტად ამ სიტყვების შესახებ, ასე ვთქვათ, ასევე პოლ გოუბმა თქვა, ჯორჯ ბუშის სიტყვები, რომ ეს ქვეყანა უნდა ვაღიაროთ, კი, და ეს შედეგად ჩვენ, ვინც ყველაზე მეტი ძალისხმევა შევიტანეთ საბჭოთა კავშირის დაშლაში, საბჭოთა რესპუბლიკებიდან, არანაკლებ უფრო მეტი თუ არა ვიდრე ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, ჩვენ ვიყავით უკანასკნელი სახელმწიფო, ვინც აღიარა 5 იანვარს სხვა შორის გამსახურდიას ბუნკერში მოსწრო ამერიკის შეერთებული შტატების აღიაროს კადრებიც არსებობს, ვთქვათ, იქ ბუნკერის, როდესაც იქ ამერიკამ გვაღიარა ეს ტრაგიკული წუთები იყო და მართალი გითხრათ, ტრაგიკულ დღეებად მიმაჩნია ის პერიოდი ჩვენს ისტორიაში, იმიტომ რომ გამოუცდელობა, ვთქვათ, ერთია ხო ხარ დისიდენტი, მეორეა როგორი პრეზიდენტი ხარ, ხო, ეს სხვა თემაა და ესეც იყო, რომ ვთქვათ, ეგ ადამიანი დინების საწინააღმდეგოდ მიდისო, მამა ბუშს აქვს ნათქვამი გამსახურდიაზე, როდესაც ის გორბაჩოვს აბრალებდა, ვთქვათ, პუტჩის მოწყობას. პოლიტიკოსი არ იყო და სტარითევზები მიდიანო. კი, ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან რაც ვთქვათ ნიკა მე მახსოვს იგივე უკრაინასთან დაკავშირებით, როდესაც უკრაინაში გაჩაღდა ბოლო პერიოდში ის რაც ნახეთ, ეს მოვლენები მაიდანზე რაც დატრიალდა და მე უკმაყოფილო იყავი შეშფოთება აღშფოთებით, რაც ჩვეულებრივ ახასიათებს ხოლმე
თქვათ ცივილიზებული სამყაროს თქვათ და დემოკრატიული სამყაროს როდესაც რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი ხდება მსოფლიოში ყველაფერი იწყება შეშფოთებით. უცებ ნახეთ რომ თქვათ სასტრაფოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა საქართველოს ხელმძღვანელობა, ამას მიყვება ცოტა ხანში მოლდოვას ხელმძღვანელობა. რამდენად საკმარისი გონია ეს თქვათ მე ფრუსტრირებული იყავი? ვიყავი, კი. ვიყავი და ახლა როგორ გზნობ თავს, აი მინდოდა რომ მეკითხო. თავს გზნობ უკეთესად, ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დამსახურება, პირველ რიგში ეს უკრაინის დამსახურებაა, რა თქმა უნდა და მეცაც გეტყვით საქართველოს დელეგაციის იქ ყოფნა შემდეგ კვირაში მოლდოვაც და შემდეგ ამის სტიმული მგონია ყველაფერი უკრაინაში უნდა ვეძებოთ და ამის გასაღები სამწუხაროდ დემოკრატების ადმინისტრაცია თუ არ ჩავთვლით ჰილარი კლინტონს რომელიც განყენებული ფიგურაა საერთოდ და პრინციპში ის რესპუბლიკელი იყო ჯერ მერე დემოკრატია და საერთოდ ზღვარზე მყოფი ფიგურაა ზოგადად და მე იმიტომაც ძალიან მომწონს რომ მგონია რომ აი ეს დამოუკიდებელი და თვითმყოფა და თვითკმარი პოლიტიკური ფიგურაა მიუხედავად მისი პარტიული კონტექსტისა. აი ამ ადამიანს თუ არ ჩავთვლით, რესპუბლიკური ადმინისტრაცია, უკაცრავად დემოკრატების ადმინისტრაცია არ არის საკმარისად მკაფიო ჩემი შეფასებით და რაც ყველაზე უფრო ცუდია მკაფიობას რო გავეშვათ, არ არის თანმიმდევრული. საკმაოდ რბილი იყო მაგალითად თავის გზავნილებში პრეზიდენტი კლინტონიც, მაგრამ ის იყო თანმიმდევრული და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი იყო. მაგრამ რაც შეეხება პრეზიდენტ ობამას, ძალიან არათანმიმდევრულია. მე ესე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში, ესე ვფიქრობ, შეიძლება მიკერძოებული ვარ, იმიტომ რომ სხვა პოლიტიკური ასე ვთქვათ, ძალა უფრო მომწონს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიდრე დემოკრატები, მაგრამ მისი თანმიმდევრულობა ძალიან მე პირადად მაშფოთებს ხოლმე, როგორც საქართველოს მოქალაქეს ახსნი რატომ? როგორც საქართველოს მოქალაქეს პირველ რიგში იმიტომ რომ მგონია რომ ჩვენი დამოუკიდებლობის ეკონომიკური წარმატების და საერთოდ ქართველი ერის კეთილდღეობის გასაღები ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორად თქვი თქვენ ასმას ილია ჭავჭავაძე თვლი და ძალიან დიდი ხნის წინ მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ დომინანტი არ იყო და ის ზუსტად მაგას ამბობდა რომ ეს არის ქვეყანა რომელიც ეხლა ეკონომიკურად ძლიერდება მაგრამ მოვა აი ამის ასე ვთქვათ ეკონომიკური სიძლიერის ტრანსფორმაციის ერაც და მართლა დადგა ეს ერა ხო დაახლოებით 9 საუკუნის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები აქ კითხვა დასვით თქვენ რუსეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები არსებობს ესეთი დიქოტომია ხშირად ისმის რა მნიშვნელობა მისი სამწუხაროდ არსებობს მაგრამ სასაცილოა ეს დიქოტომია თუ ჩაუღრმავდებით იმიტომ რომ შეუძლებელია ამერიკის შეერთებული შტატების საპირწონედ განიხილო განუვითარებელი ყოვლად ჩამორჩენილი ისტორიას აცდენილი ქვეყანა როგორც არის რუსეთი როგორი მასშტაბიც არ უნდა ჰქონდეს მას და რამდენი ნავთობიც არ უნდა ჰქონდეს და რამდენი ატომური ბომბიც რომ ქვეყანა რომ ეს ქვეყანა ამ ქვეყანას ჯერჯერობით არავითარი წარმატებისთვის არ მიუღწევია თავისი ისტორიის განმავლობაში. არავითარი წარმატებისთვის ამას ხაზგასმულად ვამბობ, ყველა ომიც კი თემო დამემოწმება, რომელიც მათ მოიგეს, ყველა იქვე ერთი თვის თავზე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში წააგეს. და ჩვენ დიდხანია ვიცნობთ ერთმანეთს, სოხუმელები ვართ და ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. შესაბამისად, ამ ქვეყნის წარმატებები სათუოა, საქართველოსთან დაკავშირებითაც ისინი არ ყოფილან არასდროს წარმატებულები. საქართველოს ქიმია რუსეთთან ასე ვთქვათ, არასდროს არ ქონია, არც ერთ ვითარებაში და ყოველთვის ცუდად მოექცა საქართველოს რუსეთი და არასდროს ქართველებს რუსები არ უყვარდათ. არ არის ამ ორ ერთ შორის ქიმია არ მყარდება, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ საერთო რწმენაზე. ჯერ ხო ეს საერთო სასაცილოა, იმიტომ რომ რუსეთი საქართველოში თუ რამეს უსწორდებოდა მართლმადიდებლობას, აი თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად. ხო ჩვენ გვახსოვს გაუქმებული სინოდი, გვახსოვს დახრეტილი პატრიარქები, გვახსოვს გადაღებილი ეკლესიები და გაუქმებული ავტოკეფალია ბოლო-ბოლო ხა ამაზე მეტად ეკლესიას ვერანაირად ვერ გაუსწორდები. ხო ეს არის ეკლესიის მოსპობა ფაქტიურად. კი, მაგრამ არის ხო ეკლესიაში არის ყველაზე დიდი ხო, მაგრამ არ არის ეს ეკლესიური ერთობა, ქრისტიანული ერთობა არსებობს, იმიტომ რომ ეს არის კულტურული და გეოპოლიტიკური ერთობა, მაგრამ მართლმადიდებლური ერთობა ჯერჯერობით არავის არასოდეს არ უთქვამს. ჩვენ გვაქვს რამე ერთობა სერბებთან, არავითარი სხვაობა ამ თვალსაზრისით რუსებსა და სერბებს შორის ხო არ არის? გაცილებით უფრო საინტერესო პატრიარქი ყავთ სერბებს, რა თქმა უნდა. გაცილებით უსაინტერესო ეს კაცია და ყველაზე
ყველაზე უფრო ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო მართლმადიდებელი მოღვაწე. მაგრამ ხო ამაზე ხო არ ვსაუბრობთ. უკრაინასთანაც არა გვაქვს ჩვენ ესეთი რაღაცა განსაკუთრებულად მართლმადიდებლური ქიმია. ხო ეს არის ის უკრაინელები არ არიან თვითონ მართლმადიდებლური ქიმია. ნაწილი არიან, ნაწილი არ არიან, მაგრამ ეს არის ის რაც კომუნისტური პროპაგანდის შედეგია. და რომ რუსეთმა გამოიყენა ყველაფერი რომ საქართველოსთან რაღაც ტიპის კავშირები, ეს არის კულტურულად მსგავსიერები ვარ თუ გვიყვარს ერთმანეთი, აი მართლმადიდებლურად აი ეს ბოდოა უკაცრავად ამ სიტყვისთვის, აბსოლუტური ბოდოა. წარმოუდგენელი უბრალოდ რუსეთის მოკავშირეობაზე ვიფიქროთ, როდესაც ალტერნატივად გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატები და გვაქვს იმიტომ რომ თვითონ გთავაზობს ამ ალტერნატივას ამერიკის შეერთებული შტატები. რა თქმა უნდა, ოცნება ჩემი როგორც ქართველის არის რომ რუსეთის სახით გვერდით გვყავდეს ისეთივე სახელმწიფო როგორც ან მსგავსი მაინც როგორც ამერიკის შეერთებული შტატები. არ ვიცი ეს რამდენად მიღწევადია. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე რუსეთის რო ეკონომიკურად ეტრიალა ეს ყველაფერი ეს ბორბლები ეტრიალებია დღეს შეიძლება ქონოდა შანსი რომ ყველაზე განვითარებული ეკონომიკაც ყოფილიყო და ყველაზე განვითარებული დემოკრატიაც ამ რეგიონში მაგრამ ეს არჩევანი რუსეთმა არ გააკეთა გააკეთა ჩამორჩენილი დემოკრატიის კი არა და საერთოდ არადემოკრატიულობის და ტოტალიტარიზმის არჩევანი და ეკონომიკაც მომხმარებლურ ეკონომიკაზე გააკეთა არჩევანი და არა განვითარებულ და ასე ვთქვათ გონებრივი რესურსი ამაში არ ჩაუდია. პირველ რიგში უკრაინას რაც შეეხება ძალიან მოკლედ და დავასრულებ. უკრაინას რაც შეეხება უკრაინელების დღევანდელი მიღწევა არის მათი მიღწევა. დღეს ევროკავშირიც და ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს რომ ეს შედეგი პოზიტიური შედეგი დაამაგროს და უკან წასვლის შესაძლებლობა არ მისცეს ამ ქვეყანას. ეს ძალიან პოზიტიურია და კარგია რომ ამერიკის ადმინისტრაციამ ძალიან მკაფიო ნაბიჯები გადადგა მათ შორის საქართველოს მიმართულებითაც და მოლდოვის მიმართულებითაც ან რაღაცა თვალსაზრისით აი ამ სამკუთხედს ახალი ევროპის სამკუთხედს ის კრავს რაც დაიწყო 2004 წელს სხვა შორის აი ამ ნარინჯისფერი რევოლუციის დროს მაშინაც იყო აქცენტები საქართველოზე და მოლდოვაზე ერთად განვითარდა იქ მოვლენები ნუ მოლდოვა ცოტა რთული და ესეთ კიდევ უფრო მეტად რუსეთთან შეზრდილი შემთხვევა მაგრამ მიუხედავად ამისა მას მეორე რუმინეთი ყავს ეს არის მთავარი ფაქტორი მოლდოვისთვის მაშინ ეს წარუმატებელი იყო უნდა ვთქვათ ვაღიაროთ რომ ეს წარუმატებელი იყო საქართველოსაც სათანადო ყურადღება მათ ვერ მიაქციეს იმიტომ რომ ადმინისტრაციების ცვლილებაში იყო ძალიან დრამატული ასე ვთქვათ მოვლენები მოხდა და ნუ უკრაინასაც აი ხო გულწრფელად გეტყვით თუ ვინმე არის დამნაშავე უკრაინის დღევანდელ მდგომარეობაში ყოფილი პრეზიდენტი იუშენკო თავისი უნარობით ნამდვილად არის იმიტომ რომ მან ვერაფერი ვერ შეძლო სრულიად ვერაფერი ვერ შეძლო და ერთადერთი რაც შეძლო გააღვიო ნიჰილიზმი პატრიოტული და პროევროპული ძალების მიმართ. მოდი ტიმოშენკოსაც უნდა დაუკარგავთ თავის დრო-წელს. ეს არ იყო პრეზიდენტი. ლიდერებზე ლაპარაკობ. პირველი პირი იყო იუშენკო და მას ყველაფერი შეეძლო. მაშინ ტიმოშენკოს მიუხედავადაც ყველაფერი შეეძლო, ხო? გულწრფელები რო ვიყოთ, მაგრამ ნუ საკამათოა ეს ყველაფერი აკუცნაურად დაალაგდა. ესე გამოდის რომ თქვით მე და ბატონი ნუგზარი ვარ ცალკე დარჩენილები, იმიტომ რომ თქვენ სოხუმელები ხართ, თან რასადროდის რაღაცა კლუბის წევრები, ნიკა და ხატია განათლების ყოფილი მინისტრები, ეს უცებ რო დაგაკვირდით და გაღმოვაჩინე, ნუ მე და ბატონი ნუგზარი ამ შემთხვევაში ესე ხატია შენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკაში სუბიექტური ვიქნები, იმიტომ რომ ჩემთვის არის პრაქტიკულად ჩემი სამშობლოს გარდა ის ადგილი, სადაც მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. იყავი მაშინ, როდესაც პრინციპში პიკში იყო საქართველო. არა, რამდენჯერმე ვიყავი მე და უშოთ მუშაობდი, წარმოვადგენდი საქართველოს ინტერესებს, მაგრამ ჩემი შვილი იქ სწავლობდა და უშოთ ესეთი ძალიან ჭიდრო კავშირები მაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და მართლაც სუბიექტურად ვარ ძალიან მიმაგრებული მასზე, რასაკვირველია. სამი ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს, ეს არის საქართველო, ჩემი სამშობლო, რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა, რომელთაც მე უამრავი მეგობარი მყავს და მართლაც ჩემთვის ეს უკრაინის თავისუფლების ზეობა იყო ყველაზე დიდი რამ, რაც კი მე ახლა ვარდების რევოლუციის მერე გადავიტანე შინაგანად რეალურად და ჩემს მეგობრებთან ერთად, მაგრამ დავიწყებ საიდან? საკითხი ჩემი აზრით არის არასწორი, როდესაც სვავთ და უსვავთ ადამიანებს კითხვას იმასთან დაკავშირებით, რუსეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩემს სტუდენტებსაც, როდესაც მე ამას ჩვენ საუბრობს ძალიან ბევრს დღევანდელ დასალურღირებულებებზე, რატომ გვინდა ჩვენ რომ ვიყოთ
ესე იგი, იყოს ჩვენი ადგილი ამ დასავლეთში რეალურად. საკითხს ვაყენებთ ესე, რა ფასეულობები გვაერთიანებს ჩვენ იმ ადამიანებთან და რა ფასეულობები გვაშორებს რეალურად რუსეთთან. თუ გახსოვთ უკრაინის მოვლენების შემდეგ, როდესაც ეს ტრაგედია დამთავრდა რეალურად, ეს ნიბესნა სოტნის, როგორც ეძახიან ზეციური ასეულის პანაშვიდები და ყველაფერი გადაიხადეს და ეს ხალხი მართლაც გაასვენეს მაიდანიდან, მაშინ დაიწყო უკვე პოლიტიკური პროცესები მაიდანზე. და მაშინ თვითონ პოლიტიკოსები, რომლებიც გამოდიოდნენ და სიტყვით გამოდიოდნენ, ამბობდნენ, რომ ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს შეთანხმებული რეალურად მაიდანთან, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა და მაიდანი არ აიკრიფებოდა და დარჩებოდა იქ თუ არ ხდება ზაფხულამდე. მე მგონი ესეთი გადაწყვეტილება მიიღეს. თავის დროზე ისტორიკოსები, როდესაც მსჯელობდნენ ამერიკის ვინ იყვნენ ამერიკის დამაარსებელი founders fathers, როგორც ეს დამფუძნებელი მამები, როგორც ესეთი, ძალიან ბევრი ისტორიკოსი ამბობდა, რომ ეს დამფუძნებლები მამები არ იყვნენ მხოლოდ ის რამოდენიმე გვარი, რომელიც იყო თქვა ჩვენ ვიცით. არა, არამედ ესენი იყვნენ ყველა ის ადამიანები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ჯარისკაცები უბრალოდ და ყველა უშუალოდ ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ უდიდესი ერის ჩამოყალიბებაში და მართლაც უდიდესი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ამიტომ თავარი ფასეულობა, რომელსაც ჩემთვის ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს, ეს არის თავისუფლება და ის ღირებულებები, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ. თქვენ ალბათ იცით, ქალბატონ თამარ, მოგისმენიათ ალბათ, მარგარეტ ტეჩერმა თავის დროზე, როდესაც გარდაიცვალა მისი ძალიან ახლოს მეგობარი რონალდ რეიგანი, ჩაწერა სიტყვა, რომელიც გახდა და ჩემთვის ეს არის მართლაც თავისუფლების, რა ვიცი, რექვიემი თუ როგორ დავარქვა ეს რაღაცა ყველაზე ესეთი ამაღელვებელი სიტყვა, რომელიც ამ ქალბატონს ალბათ წარმოუთქვია და მან თქვა ერთ ამ თავის სიტყვაში, საკმაოდ გრძელი ხანგრძლივი სიტყვა მიუხედავად იმისა, რომ იგი ესწრებოდა გასვენებას რეიგანის. მან თქვა, რომ ძალიან ცოტას აქვს ის სიმამაცე, courage, როგორც ასეთი, რომ იბრძოლოს იმისთვის და დაარწმუნოს მთელი მსოფლიო და ძალიან ბევრი ადამიანი იმაში, რასაც ქვია თავისუფლებისკენ და თავისუფლების იდეის გარშემო კონსოლიდაცია. მე ვფიქრობ, ჩვენ ქართველები, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ახლა მე ხშირად ვკამათობ ხოლმე ჩემ მეგობრებთან, რომ ოკუპაციის შეგრძნების კოეფიციენტის ხარისხი ჩვენ რაღაცა არ გვაქვს მაღლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ქართველები თავისუფლების იდეის გარშემო და სწორედ ამ ადამიანებისგან, ამერიკელებისგან და ძირითადად დასავლური ფასეულობებისგან უნდა ამოვიღოთ ის გაკვეთილები, რომელიც აუცილებელია ჩვენთვის. მე ესე ვთვლი. და ყველაზე მთავარი ხა ეს კლინტონზე და ვთქვათ რესპუბლიკური დემოკრატების ვთქვათ ადმინისტრაციაზე იყო. კლინტონი ჩემი აზრით იყო ნამდვილად ესეთი ძალიან ხისტი პრეზიდენტი, მიუხედავად თავისი ვთქვათ პარტიული კუთვნილებისა, თუ გახსოვთ ალბათ სრებრენიცას კადრების მერე, გენოციდის მერე, იგი იყო კი მან მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც მან აჩვენეს ეს გადაღებული სრებრენიცას კადრები, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა ჩარეულიყო ვთქვათ დასავლეთი ამ კონფლიქტში. მაგრამ ბოლო პერიოდში, რაც ჩვენ და ალბათ ნიკასაც აღელვებს, მეც აღელვებს და ყველა საქართველოს მოქალაქეს, არის ის, რომ ვთქვათ ბოლომდე თითქოს და მკვეთრი გამოძახილი, ვთქვათ, განცხადებები, ვთქვათ, რაღაც ისეთი დამოკიდებულება არ ქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, თვითონვე მოდი ესე ვთქვათ, გაიხლართა, ვთქვათ, გადატვირთვის პოლიტიკაში რეალურად, იმიტომ რომ ფაქტი ერთია, რუსეთი, რომელთანაც ვთქვათ, საქართველოს პრემიერთან შეხვედრადაც აღნიშნა, თუ არ ვცდები კერიმ, რომ zero sum game, რასაც ქვია, არ თამაშობს და ამ წუთას არ არის ამაზე საუბარი, მაგრამ თვითონვე ამერიკელები, რომლებიც თავისუფლება ძალიან ესეთი მაღალ ხარისხში ყავთ აყვანილი, ისინიც კი მიხვდნენ, რომ ბოლო პერიოდში ეს გადატვირთვის პოლიტიკა რეალურად არ გამოადგა თვითონ მსოფლიოს და თვითონ დაუშვათ იმ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რომელიც არის დღეს და რომელიც მე ვფიქრობ, რომ წელში გადაატეხეს უკრაინელებს. კი ბატონო, სანამ დისკუსიას გავაგრძელებდეთ, ვნახოთ საქართველოს სალომე ბარკერმა ქუჩაში გამლელებს კითხა აზრი პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით, ზოგადად ამერიკასთან დაკავშირებით და თუ შეიძლება რომ ვნახოთ მისი რეპორტაჟი და მე გავაგრძელოთ უკვე ჩვენი
თქვენი მოქალაქეების თუ შეიძლება როგორ შეაფასებთ ზოგადად თქვენ პრემიერის ვიზიტს ამერიკაში? დიდებულად მეგონი ყველაფერი კარგად იქნება. აბა თავის ობამასთან შეხვედრით ყველაფრით. ეს დიდი მიღწევა მისთვის როგორც ახალგაზრდა მომავალი კიდე დიდი აქვს წინ. ჩვენი ქვეყნისთვის? თავისთავად სადა ყველა ფრანტის კარგი არის. წინ გადადგმული ნაბიჯი არის დიდი. და მე მწამს რომ ნაყოფიერი იქნება ყველაფერი. ეს იყო არაჩვეულებრივი ვიზიტი, ნამდვილად მართლა რომ მომეწონა. ასეთი ვიზიტი ჯერ ჩვენს ქვეყანას არ ქონია. ძალიან შედეგებს ველოდებით, რომ კაი შედეგები იქნება და გამოსწორდება საქმეები. ეს ძალიან კარგია ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობა, ეს აუცილებელიც არის და საჭიროა. ვაშინგტონმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ოპოზიციასთან ითანამშრომლეთო, უკან ყურებას თავი დაანებეთ და წინ იყურეთო და რას ფიქრობთ ამაზე? ნუ ოპოზიცია ძალიან უსინდისოდ იქცევა ზოგჯერ რაღაცას კი სწორსაც ამბობენ. შეიძლება მაგათთან თანამშრომლობა? ანუ არ ეთანხმებით ვაშინგტონს ამაში. რასაკვირველია, ვინდა ეთანხმება? უნდა ითანამშრომლოს, ოპოზიციამაც უნდა ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და არ შეიძლება ასეთი მტრული დამოკიდებულება. პოლიტიკურ ოპოზიციასთან ყოველთვის უნდა ითანამშრომლოს ხელისუფლება. დასავლეთისგან სწრაფოს თუ გაგრძელებს საქართველოს რუსეთისგან ზეწოლას ხომ უნდა ველოდოთ თქვენი აზრით? უნდა ველოდოთ, მაგრამ ალბათ გავაგრძელებთ. შეიძლება ყველანაირად რომ არ გავწერვიანდეთ ევროკავშირში. რუსეთი მე მგონი ისეთი არაორდინალურია, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ იმათგან. რა სახის ზეწოლა შეიძლება თქვენი აზრით? ყველანაირი, ყველაფერს ეცდება. ამაზე მეტი რა სახის უნდა იყოს? ზეწოლა არ არის? აი, საზღვრების გადმოწევა. მე არ მგონია ესეთი შტერები იყვნენ რუსები, რომ რატო უნდა საფრთხე, რატო უნდა გველოდებოდეს? შესაძლებელია. რუსეთისგან გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება შეგვიზღუდონ ვაჭრობის ურთიერთვაჭრობის პირობები. ისეთივე შეიძლება განვითარება მისცე, როგორ ვთქვათ, უკრაინაში. გადასალახავი იქნება ეს. გადასალახავი იქნება. მაპის დაპირებას როგორ აფასებთ? ხო უნდა ველოდოთ 2014-ში მაპს. მე ვფიქრობ, უნდა ველოდოთ. განსაკუთრებით აი ამ უკრაინის ამბებთან დაკავშირებით იქნება დაგვიჩქარონ. 50-50-ზე მაქვს იმედი მე. მაპს ალბათ როდესაც მივიღებთ, მაგრამ აი პრაქტიკულად რო გამოგვადგეს დღესდღეობით მაპს რა ვიცი, არ ვიცი, არ მგონი. აუცილებლად საჭიროა. რამდენხანია ჩვენ ევროპა და ამერიკა გვეუბნება, აი ცოტა ხანს გარეთ იყავი და მე მიგიღებ. ეს კი არა, იმათმა უნდა გადადგან ეს ნაბიჯი. ახლა კი რა აქამდეც უნდა გადაედგათ ეს ნაბიჯი. აუცილებელიც. ინუ ჩვენი ქვეყანა რაღაცა ეწიოს. ნუ რასაც ველოდება ერი, იმას ველოდები მეც. მაპი შეიძლება მოგცენ, იმიტომ რომ დემოკრატიის ხარისხი გაიზარდა საქართველოში და აი მე ღმერთმა აქნას. ვისაც ესაუბრა, ეს ცხადია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უკვე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, ეს არ არის საზოგადოებრივი აზრის კვალიფიციური კვლევა სხვაგვარად ტარდება, ეს გამლელების აზრია, მაგრამ რაღაცა ყოველ შემთხვევაში ამ დღეს ერთსულოვნება იყო, თქვათ იგივე. მოდი თელი ჩვენი კეთილგანწყობით ვთქვათ, რომ ხალხი ბრძენია და ხალხმა იცის რას ამბობს. კი, ცხადია, ამას ისიც მოწმობს, რომ მაგრამ თუ კი საქმე მიდგება შეფასებამდე, ესე იგი ამ ჩვენი წარმატებისა, ბოლო წარმატების ამერიკის შეერთებულ შტატებში, მე მაგალითად ურჩევდი ანალიტიკოსებსა, ჟურნალისტებსაც, მთავრობასაც, რომ შეფასებები იყოს ძალიან მკაცრი და ჩაითვალოს, რომ ყოველგვარი ქმედება უნდა დაფასდეს მისი შედეგებით ბოლოს და ბოლოს. აი, როდესაც ჩვენ ამ ვიზიტის შედეგად მივიღებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა და რაც საქართველოს სჭირდება, ცხადია, რომ ეს ვიზიტი ჩაითვლება წარმატებულად, თუმცა გარკვეულად ყველაფერი გზა იყო, მე მგონი, თავის მანერით, თავის სიტყვებით, თავის მიმოხრით, თავის დასკვნებით და აზრების გამოთქმით. იქ არაფერი ისეთი საჩოთია, რომ მე არ მომისმენი, რამაც ძალიან შემაწუხა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩაითვლება როგორც დადებითი მომენტი შესაძლოა პოლიტიკაში, მაგრამ ის მინდა დაუბრუნდე, იცით ისე მომეწონა გავთხოვთ თქვენი ნათქვამი, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ პირადი ორგანული განწყობა ამ ძალიან დიდი კულტურის, ძალიან გავლენიანი კულტურის მიმართ, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და მეც მინდა გითხრა, რომ მეც თქვენთან ერთად იგივე ნავში ვცურავ, იმიტომ რომ მე
მე ვარ ერთადერთი ქვეყანა, რომლის მოქალაქე ვარ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ხო და ნუ ცხადია, რომ იქ ყავს შვილები, იქ ყავს სახლი, კარი, ყველაფერი და ძალიან ორგანულად ვარ დაკავშირებული იმ ქვეყანასთან. მაგრამ იცი რაღაც შინაგანად სულ შეწუხებული ვარ, რომ ჩვენ ქვეყანას, ისე აი ჩვენ საყვარელ საქართველოს, ასე ვთქვათ, არ იქნება გადაჯერებული ნათქვამი, რაღაცაზე მიჯაჭვა და რაღაცაზე მიბმა რო ჭირდება აუცილებლად. იმიტომ რომ ეს არის ამ სამყაროს დამახასიათებელი ნიშანი. იცი? მე როდესაც მაქვს ხოლმე ჟურნალისტური წიაღსულები და მედიტაციები, რომელსაც კალმით გამოხატავ ხოლმე, თუმცა ინგლისურ ენაზე, მაგრამ მაინც ვინც კითხულობს. ხშირად მიფიქრე, იცი, მოდი ხო არ ვისწავლოთ, საქართველოს რუსეთის გარეშე ცხოვრება. მაგრამ ვასწავლე იმას, რომ როგორც შეფასებებში, ისე მოქმედებაში არავის არ გამოადგება. მაინც დავფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ჩვენთვის ძალიან ძვირფასი სტრატეგიული პარტნიორია, მიღებულია ეს ტერმინი და მეგობარია და იმედი მაქვს, რომ საკმაოდ გულწრფელი იმისას, რომ არაფერი არ დაგვიშაოს. მაინც ვფიქრობ, რომ იცი, რუსეთთან ურთიერთობის დაკარგვა მაინც ნაკლია, იცი? ნაკლია ისეთი, რომელმაც შეიძლება ბევრი რამ დაგვაკარგოს. კი, მაგრამ თავისთავად ურთიერთობის დაკარგვა კარგი რატომ უნდა იყოს ისეთ ქვეყანასთან, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, რომ მასთან ურთიერთობა გქონდეს. ანუ ეს ძალკე თემაა, მაგრამ აქ ხო ამაზე ალაპარაკი, რომ ჩვენ ურთიერთობის შესაძლებლობა არ აქვს, ხო? ჩვენ გვაქვს ან დამორჩილების, ანაც მტრობის შესაძლებლობა. სხვა გამოსავალი არ გვჭირდება. ვინც შეიძლება აზრდა ეცი უფრო ცივილიზებული ურთიერთობებისა, ვიდრე აქამდე გქონია. ჩვენ როგორ უნდა აღზარდოთ? შეიძლება ერთი კომენტარს უკაცრავად ბატონ ნუგზარის საინტერესო კომენტართან დაკავშირებით, საერთოდ ხშირად აღნიშნავთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები არის სოციალური მეცნიერება და თქვათ შეისწავლის როგორც საერთაშორისო ურთიერთობებს, დიდი ქვეყნების მოღვაწეობა, ასევე პატარა ქვეყნების ადგილს ამ დიდ საერთაშორისო ურთიერთობებში. რეალურად და განსაკუთრებით ჩვენს ესეთი გეოპოლიტიკურ ლოკაციასთან მიმართებაში, როგორიც არის თქვათ საქართველოს რეგიონში რუსეთი, რომელსაც არც თუ ისე კეთილი მიზნები აქვს საქართველოსთან მიმართებაში, მე ესეც ბილი ნათქვამია. ესეც ბილი ახლა ვცდილობ ძალიან ბოროტი და რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელსაც როდეს სამწუხაროდ ჩვენი მეზობელია, რომელსაც როდესმე გაეხარდება განვითარებული წელში გამართული ეკონომიკურად წინწასული საქართველოს, უკრაინა, თუნდაც მოლდოვა, ეს არ არის სამწუხაროდ ფაქტია და ამასვე აღიქვავდნენ ძალიან სწორად და კარგად ზუსტად ამერიკის დიდი პოლიტიკოსები, რომლებიც მუდმივად ამბობდნენ. სხვა შორის ობამას გადატვირთვის პოლიტიკა, როდესაც დაიწყო ეს სერიოზული საუბარი, რომ დაიწყოს ახალი ერა და ხანა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც რასაც კიდევ მე ვთქვი, რომ გაიხლარდნენ ამ პოლიტიკაში, ძალიან ბევრი ადამიანი ამის სხვათა შორის მათ შორის იყო ძალიან ისეთი დიდი ინტერვიუ ვრცელი კისინჯერთან თუ გახსოვთ, რომელიც ეხლა კერის მრჩეველია სხვათა შორის და ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც ქონდა გამოცდილება ცივი ომის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის, აღნიშნავდა, რომ წარმოუდგენელია იმ ერთან, თქვათ, სახელმწიფოსთან ურთიერთობა, რომელიც მუდმივად ცდილობს თავისი გავლენის სფეროები დაიბრუნოს. სამწუხაროდ პატარა ქვეყანას ეს ბედი აქვს საერთაშორისო ურთიერთობებში რეალურად. კი ბატონ თემურ, თქვენთან მექნება შემდეგში, რადგან ისტორიას მაინც მინდა რომ დავუბრუნდე და საქართველოს ამერიკის ურთიერთობის ისეთ დეტალებზე გავამახვილო ყურადღება, რასაც ხშირად თქვათ არ ეთმობა ხოლმე ეთერი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ თქვათ იგივე შევარდნაძის მოსვლამ, გამსახურდიის შემდეგ შევარდნაძის მოსვლამ და თქვათ მისმა ცნობილმა სახელმა გარკვეულწილად დააჩქარა ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაწყება, საქართველოს ჩამოვიდა ბეიკერი, გვახსოვს ეს ყველას და საქართველოს გარკვეულწილად მოექცა ამერიკის რადარზე, თუმცა ეს ურთიერთობაც პრინციპში დიდად არ განსხვავდებოდა, მაინც ინტენსიური არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვიღებდით ძალიან დიდ დახმარებას, თუ არ ვცდები, მეორე ვიყავით per capita ამერიკის დახმარების კუთხით. იგივე სტამბოლის სამიტზე გვახსოვს ამერიკის მხარდაჭერა, რუსეთის ჯარების გაყვანას ძალიან აქტიურად იმუშავა მაშინ. და ეს შეიმჩნეოდა. თუმცა განსაკუთრებული გარდატეხა მოხდა 9-11-ის შემდეგ.
თუ შეიძლება რომ თქვა თუ მე ეთანხმებით ჩემ დაკვირვებას და მიზეზებზე რომ ვისაუბროთ. კი, ნუ ერთი სიტყვით მოკლედ შევეხები იმას, რასაც წინამოსაუბრებმა ისაუბრეს, რომ ისტორიულად რუსეთს არ შეუძლია ყავდეს მოკავშირე. განსაკუთრებით თუ ეს მეზობელია, რატომ? იმიტომ რომ ყველა მეზობლის მიწაზე რუსეთს უჭირავს თვალი. ვერ დაასახელებთ ვერც ერთ მეზობელს რუსეთის, რომლის ტერიტორიის დაპყრობა ან დაპყრობილი არ აქვს რუსეთს, ან მისი ტერიტორიის დაპყრობას არ ლამობდეს. ან არ არსებობს ასეთი მეზობელი რუსეთისთვის და ეს ისტორიულად ასეა. შესაბამისად, ამ ქვეყანასთან მოკავშირული ურთიერთობები უბრალოდ შეუძლებელია, განსაკუთრებით თუ მეზობელი. რაც შეეხება ამერიკას საქართველოს ურთიერთობებს, მას შემდეგ რაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება. შევარდნაძის ხელისუფლებამ პირველ ეტაპზე მოახერხა გარკვეულწილად პოზიტიური ნაბიჯების მიღწევა, მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჩანს, საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონია ამერიკის დამოკიდებულებაში, აგრეთვე ხელისუფლების თვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯორჯ ბუშ უფროსმა წააგო არჩევნები ბილ კლინტონთან და მართალია ბილ კლინტონი არ იყო სუსტი პრეზიდენტი, იყო საკმაოდ ძლიერი პრეზიდენტი და ასე შემდეგ, მაგრამ მისი მთავარი, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური აქციები რეალურად მის მეორე პრეზიდენტობის ხანაზე მოდის. სტამბოლის სამიტი ეს არის მეორე პრეზიდენტობა, მის მიწურულია უკვე. ამ დროისათვის ის უკვე საბოლოოდ გაერკვა საგარეო პოლიტიკურ რესპუბლიკელია ვიდრე და ხო. ანუ ის კი ჩაერია ბოსნიის კრიზისი იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარუმატებელი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, იმიტომაც პირველი ვადის შემდეგ ის აღარ არჩიეს. თუმცა ალბათ მასზე მის დამარცხებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა ძალიან ძლიერი მესამე კანდიდატის გარჩენა მიმარჩევნებში 18%-ს პოპულარული ხმების მოგროვება ძალიან სერიოზული მიღწევაა ნებისმიერი დამოკიდებელი კანდიდატის. ხო, როსპეროს ქონია მე არც მანამდე მხოლოდ ერთ კანდიდატს ჰქონდა არა ძირითადი ორი პარტიიდან, ეს იყო თეოდორ რუზველტი, მაგრამ ეს ძველი რესპუბლიკელი იყო და პრეზიდენტი იყო ყოფილი ამერიკის და ნუ როსპერომ მიაღწია. დაუბრუნდეთ საქართველოსთან ურთიერთობაზე თორე დრო გაგვექცევა. და ნუ რეალურად კლინტონს ასე ვთქვათ დრო დასჭირდა ამ საქმის გარღვევაში და მანამდე პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ფაქტობრივად ასე ვთქვათ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ხელი აღებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს რეალურად და მოbrunება იწყება სწორედ მიწურულიდან. რაც შეეხება პერიოდი იყო, როცა რუსეთის ფრაგმენტაცია იყო შესაძლებელი და საბოლოოდ დასრულება ამ იმპერიის. ამ მოხდა და გარდამავალი გადაწყვეტილება იქნა ამერიკის შეერთებულ შტატების მიერვე, სხვა შორის მიერ. რასაკვირველია. ძნელი საქმეა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ბუშ როდარჩენელი იყო პრეზიდენტად, ძნელი საქმეა. ალბათ იგივე იქნებოდა, იმიტომ რომ ძირითადი განწყობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი იყო. 11 სექტემბერმა ითამაშა ალბათ ძალზე უარყოფითი როლი ჩვენთვის პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ 11 სექტემბერმა გამოიწვია ამერიკის დაახლოება რუსეთთან. ანუ ტერორიზმის საფრთხემ და ზუსტად ამ პერიოდში ხდება, ასე ვთქვათ, თუნდაც ხელშეკრულება. კი, მაგრამ თავისუფლების ექსპორტის ზუსტად ეს იდეა, ხო, Freedom Agenda რუსეთის ქვეყნით აღმოჩნდა რაღაც თვალსაჩინო. ხო, მაგრამ 11 სექტემბრის შემდეგ იწყება სწორედ რომ, ესე იგი, ავღანეთის ოპერაციის გამო რუსეთი და ამერიკა მოკავშირეებად იქცნენ. ანუ ტრანზიტი სჭირდებათ რუსეთის გავლით, შესაბამისად რუსეთის უნდა რაღაცაში გაუწიონ ანგარიში. და ნუ თუ გახსოვთ ალბათ მაშინ ეს ჩეჩნების რეიდი სოხუმის მიმართულებით ხო, გილაევის რეიდი. კი, მაგრამ აი მან მე სხვა დეტალების შესახებ ჯერ ერთ-ერთი 11 სექტემბრის შემდეგ ჩავიდა ბუშთან უკვე შვილ ბუშთან პრეზიდენტი შევარდნაძე. მაშინ დაიწყო სწორედ მან ანტიტერორიზმის წინააღმდეგ დაიწყო გლობალური ბრძოლა და შევარდნაძემ შესთავაზა საქართველოს ჩართვა და დაიწყო წვრთნის და აღჭურვის პროგრამა, რომლის ფარგლებში 150 ამერიკელი სამხედრო შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და მან კიდევ ერთი რამ იყო მნიშვნელოვანი, ჩვენ მაშინ ძალიან რთული ვითარება გქონდა რუსეთთან, თუ გახსოვთ პანკისის გამო. მაშინ იყო ესეთი სიტუაცია, რომ რუსეთი პირდაპირ გზავნიდა წერილებს პუტინი გაეროს გენერალურ ასამბლეაში და იძახდა, რომ მე დავბომბავ ახლა საქართველოს დაგბომბა. პანკისის პრობლემის მოგვარებაში ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად დაგვეხმარა, მაგრამ საბოლოო ჯამში 11 სექტემბერმა გამოიწვია ანტაგონიზმის შემცირება რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რეალურად.
ხო, თუმცა ირიბი ეფექტი ამას განსხვავებული ქონდა, იმიტომ რომ დემოკრატიის ექსპორტი ყველაზე უფრო აქტიურად დაიწყო ამ პერიოდიდან, ხო? და დემოკრატიის ექსპორტის მსხვერპლი რუსეთი ბევრ რეგიონში აღმოჩნდა, მათ შორის საქართველოშიც, უკრაინაშიც, შეიძლება ითქვას მოლდოვაშიც. და აგერ აზიაშიც კი საბჭოთა კავშირის აზიურ ნაწილშიც კი ხო დრამატულად შეიცვალა ისე მოვლენები მაგრამ ხო სახელმწიფოების გამოცდილება არ აქვს იქ მარტივად რო ვთქვა საზოგადოებას და შესაბამისად რაღაც ნახევრად ფეოდალურ რეჟიმებში ასე ვთქვა დემოკრატიის დამყარება წარმოუდგენელი ამოცანა თუ ახლა პირდაპირ უშუალო მმართველობა არ იქნება ხო ამიტომ ეს ძალიან კომპლექსური საკითხია სინამდვილეში ჩემი აზრით 1911-ის შემდეგ რუსეთისთვის ხელსაყრელი ყველაზე უფრო მეტად რაც მოხდა იყო მისი ეკონომიკური განვითარება. მაშინ როდესაც დაიწყო პირდაპირი დარტყმები და ექსპანსიები დემოკრატიის სახელით იმ ქვეყნებზე, რომლებიც რეალურად ასე ვთქვათ საფუძველში იყვნენ, გაცლებთ უფრო ნაკლებად ვიდრე რუსეთი, მაგრამ ასე ვთქვათ პირდაპირ საფუძველში იყვნენ ტერორიზმის და რა თქმა უნდა იქ ნავთობის გამო არავინ არ შესულა, ხა ესეთი კონსპირაციების ვისაც ჯერა, წუხვარ მეც ვიცი ბევრი ძალიან, მაგრამ ამან გამოიწვია სამწუხაროდ პარალელურად არ მოხდა გადაზღვევა ამ ეკონომიკური ეფექტების, იმიტომ რომ რუსეთს ამერიკის შეერთებულ შტატებს არც მაშინ და ზოგჯერ მეჩვენება რომ არც დღეს არ ჯერა რუსეთის როგორც ცივილიზმის დროინდელი ფაქტორის ჯერ კიდევ არსებობის. არა და ეს მოცემულობა აქ არსებობს. და ამ მოცემულობა ეს მოცემულობა ისევ გააცოცხლა, ამის რეინკარნაცია მოხდა ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამის გამო. პირველი ეს არის ნავთობის ფასების მატება, რამაც რუსეთი საბჭოთა კავშირზე გაცილებით უფრო მეტ შემოსავლიან ქვეყანად აქცია და ეხლა ესეც ვიცით რომ საბჭოთა კავშირის ღვევა არ მხოლოდ გეოპოლიტიკური პროცესებით იყო გამოწვეული, არამედ ეკონომიკური პროცესებით, მათ შორის ნავთობზე ფასის ვარდნით და მეორე რაც მოხდა რუსეთის ისტორიაში, რუსეთს ყავს დღეისთვის ალბათ ამ კონტინენტის და შეიძლება არ მხოლოდ ამ კონტინენტის ყველაზე უფრო თანმიმდევრული პოლიტიკოსი მეთაურად. თანმიმდევრული რომელიც პრაქტიკულად არასდროს არ თმობს თავის პოზიციებს და მიდის ძალიან თანმიმდევრულად ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც კოლაფსი იყო პოლიტიკური ლიდერების ევროპაში მაგალითად თუ გავიხსენებთ, ხო? ახლა ანგელა მერკელი მე მაპატიეთ ამ შედარებისთვის, აი ბოლო პერიოდში ემსგავსება, შეიძლება ითქვას რამეს და ბოლო პერიოდის ლიდერები კიდე რაღაცა შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცა ლანდშაფტი არსებობს, მაგრამ იმ პერიოდში საერთოდ ვერც გაგეხსენებიათ, ვინ იყო უცებ ესე ბრიტანეთის პრემიერი მაგალითად, ხო? ეს ტეტჩერის ქვეყანაში ხდება ოღონდ და ეს გარემოებების დამთხევა რომელ პერიოდზე ამბობ? როდესაც იწყებს, ხო, აი ბლერის შემდეგ პერიოდში, ხო, როდესაც ძალიან აქტიური იყო უკვე პუტინი, ხო? მე კი არ ვიცი ამას პოზიტიური თვალსაზრისით, მაგრამ მისი პიროვნული თვისებები მას საკმაოდ ძლიერ ფიგურად აქცევს და მის რა ინტერესებს მას ჰქონდა ის ზუსტად თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ყველაფერში წარმატებას აღწევს, არა, ის ყველგან წარუმატებელია, სადაც ხდება ძალიან კაფიო და ასე ვთქვათ, მიზანმიმართულ კონტრენერგიას. აი ყველგან აგებს. კი ბატონო, საუბრება ვარდების რევოლუციის შემდეგ ამერიკელებს და ევროპელებს. ხოლმე შეიძლება ერთი კომენტარი ძალიან ესეთი კარგად აღნიშნეს თქვენ, რომ კლინტონი მისი პრეზიდენტობის მეორე პერიოდში იყო რეალურად ცოტა ესეთი, ამიტომ ჩვენ ეხლა ვფიქრობ არ რაღაც უკრაინის მოვლენების შემდეგ შესაძლებელია რომ გადატვირთვის პოლიტიკის რაღაცა ესეთ ძირის გამოცვლის შემდეგ სავარაუდოდ შეიძლება ამ ადმინისტრაციასაც უკვე სხვა რეალური ინტერესები. კი ბატონო, აი ჩვენ ახლა მოვისმინეთ მოქალაქის შეფასება რომ ასეთი ვიზიტი საქართველოს არ ქონია. პრეზიდენტი ყველა ამერიკელი პრეზიდენტი მაინც ეთამაშება რუსეთს ისეთ თამაშს, რომელიც პრინციპში რბილია. აი გარდა რეიგანისა, რეიგანი მაგა ძალიან მედგრად დაუდგა და პირდაპირ უთხრა გარბაჩოვს, რომ დაანგრია ეკადემია, პირდაპირ მიმართა. მაგრამ არ მგონი რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოდესმე ძალიან გააფუჭოს ურთიერთობა, რომ მკვეთრად გააუარესოს რუსეთთან ურთიერთობა. რატომ? ეს გამორიცხულია, იმიტომ არასებული მდგომარეობის გამო. იმიტომ რომ ეს გიგანტი გვახსოვს ესეთი გაუარესება ბატონო. იგივე რეიგანი თქვა თავად ამაზე მეტი გაუარესება რეიგანის პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროსაც კი გვახსოვს მნიშვნელოვანი გაუარესებები და ბუშის დროს კონდოლიზა რაისის თვითმფრინავს რომ ლამის სივრცეს არაძლევენ დასაჯდომად ხა ამაზე უფრო მეტი. კი ბატონო, მე მინდა რომ ზუსტად აი შვილი ბუშის ტვიტს მოვიყვან მარტო რომ
რეიგანის ადგილზე პრეზიდენტი ობამა რო ყოფილიყო, მე დღესაც საბჭოთა კავშირის მოქალაქე ვიქნებოდი. ეს მეც დავიკითხე ეს ნამდვილად. მაგრამ ნიკა ის სანამ დაეყოფა, რა მინდოდა მეკითხა, როგორ გონია სანამ დაეყოფა ამერიკის შეერთებულ შტატებს დადებითი პოლიტიკური ენერგია რამდენ ქვეყანას გასწუდება და ჩვენ რამდენი დაგვრჩება ამ დადებითი პოლიტიკური ენერგიიდან. ამერიკის შეერთებულ შტატები ასე არ მოქმედებს, არასდროს რომ ვიღაცებს უნდა გაასწრდეს. ამერიკის შეერთებულ შტატები რუსეთისგან განსხვავებით ეძებს მოკავშირეებს და იმ ქვეყანას უნდა ქონდეს შიდა ენერგია იმისთვის რომ მხოლოდ იმპულსი ეყოს ამერიკის შეერთებულ შტატებისგან, ანუ დაზღვეული იყოს მისი. მე მინდა რომ რაღაცნაირად ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი და სააკაშვილის მე ვიტყოდი რაღაც ისტორია love story მინდოდა მე თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეხლა ქალბატონი ამბობდა რომ აი ასეთი ვიზიტი ჩვენ არ გვახსოვს, ამ დროს ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს არაერთი ვიზიტი პრეზიდენტის და ოვალროფში და რა თქმა პრეზიდენტ თავისი ფეხით ჩამოსული ამერიკის პრეზიდენტი მოცეკვავე აბანთუბანში და ასე შემდეგ. როგორ შეაფასებდი ხატია შენ მაშინ ნიკაც პრინციპში, მაგრამ შენ საერთოდ საელჩოში მუშაობდი, ხო სწორად მახსოვს? კი, 2006-ში საელჩოში მუშაობდი, მე 10 წელი საჯარო სამსახურში ვარ და ბუშის ესეთ ვიზიტზე ზუსტად იქ ვიყავი, სადაც თუ გახსოვთ ის ისტორია ყუმბარესთან დაკავშირებით და ეს ძალიან კარგად მახსოვს ბუშის ვიზიტის კი, და რომ მიმოვიხილოთ, ანალიზი რომ გავაკეთოთ სააკაშვილის და რევოლუციამ, ვარდების რევოლუციამ რეალურად თვითონ თავისუფალ სამყაროში ამერიკელებსაც გაუჩინა ძალიან დიდი მოლოდინები საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს იყო რეალურად მოვიდა ახალგაზრდა მთავრობა, მოვიდა ძალიან ახალგაზრდა და ენერგიული სააკაშვილი, რომელსაც განათლება ჰქონდა მიღებული იგივე კოლუმბიის უნივერსიტეტში, მან ძალიან კარგად იცოდა და იცის დღესაც იმ ფასეულობების შესახებ, რომელიც აერთიანებს თავისუფლების მოყვარულ ხალხს. ექს-პრეზიდენტმა რამოდენიმე თვის წინ თქვა, რომ მისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მისთვის შეცდომა იყო მისი, რომ მან რაც შეიძლება ბევრი ადამიანი არ გაუშვა, ბევრი ახალგაზრდა არ გაუშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დასავლეთში, რასაც მე მართლა ვიზიარებ და ძალიან მძიმე შეცდომა იყო. ანუ ჩვენ ვუშვებდით ნიკა შენს გახსოვს ის პროექტი მეც მახსოვს და კი, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო ფული დიახ რესურსები, ესეც გახსოვს და ჩვენ აი ეს იყო მან აღნიშნა ეს ერთხელ რომ ეს იყო მისი ძალიან დიდი შეცდომა. ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უჩნდება განცდა, მათ შორის დასავლეთ, თუმცა ევროპა გაცილებით უფრო სკეპტიკური იყო მაშინ შედარებით და ჩვენ გვახსოვს უკვე მერეც თქვათ იგივე მერკელის დამოკიდებულება თქვათ საქართველოს მიმართ გერმანიის ზოგადად რომ საქართველო არის რეალურად და იქნებოდა თქვათ დემოკრატიის თავისი ახალგაზრდა ენერგიული მთავრობით დემოკრატიული ძალა წამყვანი რეგიონში. მაგრამ ამავე დროს ძალიან მალევე იწყება უკვე კრიზისი ეკონომიკური თვითონ ზოგადად სოფლიო, რომელშიც ამერიკაც თავის ამ პრობლემებში ეფლობა რეალურად. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ და ზუსტად აი ამ პერიოდში, როდესაც ეს ძალიან ბევრი და ესეთი დიდი გამოწვევა გადალახა საქართველოს მთავრობა, მე ვფიქრობ, რომ მაინც გარდატეხა მოხდა საქართველოს და ამერიკის ურთიერთობებში რეალურად და საქართველო დღესაც, სწორედ ამ ურთიერთობების შედეგია, რომ დღესაც რჩება ძალიან და ბოლო ვიზიტმა დაადასტურა ძალიან ესეთი მკვეთრად გამოკვეთილად სტრატეგიულ პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატების, რაც თავისთავად ჩვენთვის არის ესეც როგორც იტყვიან თქვათ დიდი დივიდენდი და ფასეულობა რეალურად. ეს მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ არის საუბარი იმაზე, ბატონო გზა თქვენ ახსენეთ, რომ ვიღაცა და თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები ურთიერთობას გააფუჭებს თქვათ რუსეთთან. რასაკვირველია, ეს არის თქვათ ცივი ომი დამთავრდა, ეს არის რეალურად ცივილიზებული სამყარო 21 საუკუნე და აქ დაუშვათ რაღაცა იქ იგივე zero sum game-ზე შეიძლება თქვათ ამ ნულოვან თამაშზე არავინ არ ისაუბროს, თუმცა ჩვენ ასევე გვახსოვს კონდოლიზა რაისის ძალიან ხისტი დიპლომატია რუსეთის საქართველოს ომის დროს. ჩვენ კონდოლიზა რაისი არ იყო ყველაზე ხისტი პრინციპში რუსეთთან მიმართ. მაგრამ გვახსოვს, სოვიეტოლოგი იყო ის და მაინც რუსეთის დამოკიდებულება და მისი ეს გეოპოლიტიკური არსი იცოდა ძალიან კარგად და დღესაც იცის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ
მე ვფიქრობ, ეს მთელი ეს ქრონოლოგია ჩვენი ურთიერთობების ვარდების რევოლუციიდან, თქვათ, მიუხედავად შესაძლებელი იყო შენიშვნების ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, თქვათ, საქართველოს მთავრობისა და მიუხედავად ამისი ყველაფრისა, დღეს არის მონაპოვარი იმისა, რომ საქართველო რჩება სტრატეგიულ პარტნიორად ამ უდიდესი ქვეყნის, საქართველო რჩება ერთგული თავისუფლების და იმ ფასეულობების, რომელიც ჩვენ მოგწონს, ჩვენ შვილებს მოსწონს და ყველა სხვა შორის ახლა რუსეთის ძალიან პუტინის დაახლოებული, იგივე უკრაინის იანუკოვიჩის შვილები, თქვათ, იგივე ისწავლობდნენ ყველა საზღვარგარეთ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან ისეთი რთული გზა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც რეალურად დაგვირგვინდა უკრაინის მოვლენებით და ამ თავისუფლების დიდი ღუზის ჩავშებით. ისმში მე საუბარი იმით დავიწყე, გადავაცილე ყველა დრო, საუბარი იმით დავიწყე, რომ თქვათ, იგივე შედარება გავაკეთე სამწლიან დამოუკიდებლობასთან და თუ რატო დავკარგეთ მაშინ ეს დამოუკიდებლობა, სწორედ იმიტომ, რომ არ ყავდა მხარდაჭერა, არ ქონდა მხარდაჭერა, არც თქვათ ევროპისგან, მაგრამ პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობდა ისეთი ფაქტორი, როგორც იყო, თქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც გვერდში დაგვიდგებოდა და დღეს თუ ჩვენ 22 წელია უკვე დამოუკიდებლობას ვინარჩუნებთ, დიდწილად ამ ქვეყნის დამსახურებაცაა. ჩემთვის პირადად, მაგალითად, საქართველოს-რუსეთის ომი დამთავრდა 13 აგვისტოს ბუშის განცხადებით, მიუხედავად ევროპელების ძალიანობისა. ეს იყო ამ ეტაპისთვის ბოლო გამოცდა ნამდვილად განსხვავებულია. კი ბატონო, აი ეს და ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო სამწუხაროდ იწურება, მე უკვე 2 საათსაც გადავაჭარბე. კი, ბატონო? სამწუხარო რა იწურება. კი, საინტერესო იყო ნამდვილად. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ ბოდიში თუ გადაგღალეთ, იმიტომ რომ საათნახევრიანი ფორმატია და 2 საათზე მეტია უკვე ჩვენ საუბარს უსმენთ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით.